გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone სვეტში მოვხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია, გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი, ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე, დავე, დავრეჭამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში შანსი არ არის. მოიარენ თადაველი ეთერშია ბოტკოველი როგორც ხედავთ ფისო ბოტკოველს თადაველი ერითმება მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ფისო ბოტკოველის ჩურჩულები. დღეს ჩვენ ჩემზე ფისო ბოტკოველზე ვიჩურჩულებთ. ჩემი გადაცემაა ეხლა და რაზეც მინდა იმაზე ვილაპარაკებ. დავიბადე 1987 წლის 27 მარტს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში. ჩემი მშობლები არ იყვნენ შეძლებული ადამიანები. 6 წლის ასაკში ქალაქ ზესტაფონში გადავედი საცხოვრებლად, ხოლო 16 წლის ასაკში უკვე ქალაქ თბილისში. იმისთვის რომ ეს ისტორია გავაგრძელოთ, მე მინდა სტუდიაში დედა ჩემი დავპატიჟო. დედა სტუდიაში. მაყურებელს მოვუყევი, როგორი ვარ? შენ ახარ ჩემი სიცოცხლე. ბარეურმა დედა მინატროს შენნაირი შვილი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ფისო ჩემი შვილია, მერწმუნეთ. ჩემი შვილიც რომ არ იყოს, ასე ვილაპარაკებდი მასზე. გენაცვალოს დედა. ყველა დედას უყვარს თავის შვილი, მაგრამ სულ სხვა ქმარი. ჩემი ქმარი სტუდიაში. მინდა რომ მაყურებელს მოუყვე, როგორი ცოლია ფისო ბოტკოველი. ფისო. ფისო ბოტკოველი იდეალური ცოლია. ფისო. შენ ჩემთვის დილით ფაქტიურად ხარ დედა. შუადღისით თითქმის და ხოლო საღამოს ბოზი. ჩხუბში ძმაკაცი. გამოთქმა ესეთი. კი. თულია იყო ფისო ბოტკოველის მეუღლე. ძალიან კომფორტულია. ძალიან. იდეალურია ფისო შენთან ერთად ცხოვრება, იმიტომ რომ შენ გაქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა. იცი, მინდა გთხოვო, ის ისტორია გაიხსენო. რომელი? ლოგინში რომ ვიწექი და დილას ყავასთან ერთად ერბო კვერცხე რომ მომიტანენ და რომ მითხარი რომ მაპატიე საყვარელო, მე მხოლოდ 2 რაღაცის გაკეთება ვიცი, ერბო კვერცხის და ნამცხრისა და მე რო გკითხე რომ ეს რომელია. იცით ერთხელ დილით ჩემსოს ჩემ საყვარელ მეუღლეს ფისოს საწოლში შემწვარი ერბო კვერცხი მივართვი. და ესე ვეუბნები რომ საყვარელო, მე 2 რაღაცის გაკეთება ვიცი თქო. ერბო კვერცხის და ნამცხვრის თქო. და შემომხედა და მეუბნება. ხო, მაგრამ ეს რომელიაო? დავაპირე. როგორი მეზობლის ბიძაშვილის რძალი ვარ. შენ ხარ ყველაზე საყვარელი მეზობლის ბიძაშვილის რძალი და მე მინდა ტელემაყურებელს უთხრა ფისო, რომ ფისო არის დედამიწაზე, ყველაზე საუკეთესო მეზობლის ბიძაშვილის რძალი. ეს მართლა ესეა ფისო რა. მე ყველანაირი ქედმაღლობის გარეშე უნდა მივიღო ეს ისტორიები, იმიტომ რომ მართლა ეგეთი ვარ და ძალიან საყვარელი თითუნები მაქვს ძალიან ლამაზი ვარ, ძალიან ჭკვიანი. მართლა ძალიან საყვარელი.
უანგარო ვარ და ისეთი კეთილი ვარ პროსტა არ ვაბაზრებ თორემ იმენა სიკეთეები მაქვს კარგი ერთი დაიწყო დამშვიდი გააჩერეთ გადაცემა ბოლოს და ბოლოს რა დროს ეგარი რა ეხლა რა ვერ გავიგე დაიწყო წყალნაყლაპმა გოგონამ ქორწინებამდე ხელოვნურ სუნთქვაზე უარი თქვა. აი ასე მოიყვანა ცოლი მეჰრაბა. მაგარი მოძღენილობაა რა. დავიღალე რა უკვე. მოდი რა რამე გავერთოთ მეგა დავები ვაფშეტო. ცოლიანი ვარ გართობაზე მელაპარაკე. ვიდო მაგაზე არ გეუბნები რა. შუტკა გავაგედოთ რამე ხალხი რამე შევაშინოთ. რეზინის გველები ჩავყაროთ. რეზინის რათა? გუშინ ჩავაგდე ნამდვილი და ვაფშე ხმა არავინ არ ამოიღო. ნელ-ნელა ყველა ჩუმდებოდა ვაფშე. ეგ არის რეზინის. აი სადა რა რეზინის შეეშინდებათ? შეეშინდებათ აბა რა იქნება? არა არა მგონია. ვახ რა. ვიგენი რო გავშვა ჩვენი? რას ვიგენი? ვიგენი ხო იმ კაი კაცს მივყიდეთ. ვახ რა მაგარი კაცი იყო ისე. საწავი და არა ჩანს ამ ბოლოს. ვიგო მაგ ვიგენი ნავს ვიგენზე კი არ გეუბნი. მე ხო მაგ სათამაშოს ვიგენის ფარფლი რომ მაგ. ო აი ეგ მე ესე ჩავყვი და გავივლი და შევაიმე შენ დაიზაღებს ვიგენის ვიგენო. каротели, знаете, tu песню, девочка, вообще ყველაზე პოპულარულია. ამოდი ბიჭო, вообще ამოდი არავის არ ეშინია, ამოდი, ტყუილად ცვალო პრაღა. არ ეშინია, არ გამომივიდა. რა გამომივიდა, ხედა სუტკა დავარქი მაგარი. იმენა ლისი ბამბუკ რა вообще რა. ლეგენდის თანახმად, როდესაც გვერდზე სოფელს შაჰაბასი შემოესია, კაცები მაშინვე დანებდნენ, ხოლო ქალებმა ხმლები იშიშვლეს და მტერი დაამარცხეს. უბრალო! ტრიტანიც! ხო, მოდი. დავიღუბეთ ინტერვენცია! დავიღუბეთ უბრალო! დავიღუბეთ ინტერვენცია. რა არის გელოდი? ინტერვენცია საზღვარი გადმოწიეს გაღმა სოფლელებმა. ხო, ინტერვენცია, ბიჭო. ო, მე რა იყო, ბიჭო, რა გატირებს? დაღუპულები ვართ საზღვარი გადმოწიეს 2 მეტრითა კაცო. ბიჭო, მე რა, კაცო 2 მეტრი რა არის, ეხლა მაგის გამო ხო ხალხს ხარ დავხოცა, მაგის და დავატირე არა. არ გასო შაშა, ტრაქტორი რო გათხოვე ეს. ტრაქტორები კი გვათხოვით, მაგრამ შიშპოთება რო გამოვხატოთ. გამოხატული არა, მაგ ნახე რა შიშპოთებული ვარ, ბიჭო, აი. ნოტერი დოიზა. რა ნოტა, რომელი ნოტა უნდა გავუმეორ, დოძიეზი თუ ბაძიეზი? რა ეგრე იქცევიან და. ძალიან აქ თქო დატოვოთ ტერიტორია რა. ბატონო გებოდი. ტრაქტორები გამოგზავნეს. გადი, ბიჭო, გადი. გამო. მოდი. მოდი ჰო! დავიღუბეთ. ოკუპაცია ეხლა, დავიღუბეთ. რა ოკუპაცია? კიდე გადმოწიეს საზღვარი, კიდე 4 მეტრითა. მე რა გავაკეთო ეხლა 6 მეტრის გულით გაღმასობლელები მოინდო რო კაცო. ვერა ხაშენა შენ მოტორზე რა. შეშფოთება რო გავგზავნო. ბიჭო, ძალიან შეშფოთებული ვარ უკვე. აი ძალიან რა ვარ უკვე. ხო ხედავ რა. არ გახსოვს შაშან კაცო, ნერგები რო გაჩუქეს. ხო გახსოვს? მე რა ეხლა აბა. ნერგები ჯაჩუქეს, გერგი. ნოტას მოგცემ ეხლა მე შენ. მიდი რა ხია ხიდან. ნოტა რო გაუგზავნე. თუ გადი საქმე მაგ კაცო მუშაო. ოკუპაციაა და. გადი. მე ტყირო შეშფოთება. არ მინდა არაფერი თქვა გადი გაეთრე ეხლა დროზე. ამინდობა ამ შეშფოთებები კიდე. გამომივიდა ევროპა. გამონენა. გამო გოგო. Staneš. Ana. Ajde kalusinak, ha? Ja tak zinam saka. Razleva.
რა ხდება და გაღმა სოფელმა უკვე საზღარი გადმოწია და გავლო კიდევაცა. გელოდი, ვაიმე, ბიჭებს დაუძახე, ჩქარა, ნუ დგეხა, მიდი! გაიგე ესენა. გადი! შენ მე ნუ მიყვირით ხო? ამირიდან დაკამდი ხო? გაღმა სოფლის ტერიტორიაზე დგევარ ხა მე და გაღმა სოფლის გავგები მოადგილე დამნიშნეს მე. შეგილი არ დიქანა და დამგებელმა თქვა, შენ არ მჭირდებიო, ნანა შემოვიდეს, ნანა. კარგი, ნანა. ნანო. გაგეგზავნა დროზე ნოტა. საქართველოს შავიზღვისპირეთში არგონავტების იაზონის შემდეგ ქალი არავის დაუკერავს. შენ თავს ფიცავარ რა მაგრაც ეკავდი ბიჭო ეს იმედა სადამუღავე რა მაგარი იყო ეს ესე რომ შურებოდი თან მაგარი იყო ესე რომ მიშურებოდი რა ცეკვა თიჟი ხო არა ხარ აბა რა გჭირს ვალაჩი ფისი მინდოდა და აი ანიშნებდი რომ მეთქი წავიდე იქე წამოდი ეგ პონტი იყო წამოდი რა ხურდა არა გავს ტუალეტში წავიდე აუ არა შენ თავს ფიცავარ ბუღა და მეს მაგრად მეფსია პროსტა რა ვქნა არ ვიცი რა უნდა მოფსადო ხო უნდა მოფსა ხო მაგრამ სად მოფსად აი ბუჩქებში თო მაგარი ადგილი არა ბიჭო შენ თავს ფიცავარ ეგ ბუჩქები ვაფშე სხვა პონჩი მაქვს შეგულებული და კალჩი რა ხდება ისი ვანდიმენი გოგო მინდა რომ ავაგდო და მივიყვანო გაიგე და იქ ხება გამზადებული შამპანური და ბამბანერკა და ეხა იგე აი მაშინ აქეთ აი ამ ბუჩქებში წავ არა ბიჭო მანდაც იგივე პონტი არა და ვაში ზღვაში ბიჭო ზღვა არის აქეთ რა გჭირს შენ თავს გაფიცე ოიც აბა ეს რა აუ აი რა ბუღარა ეხა მე იმენა მაგიჟებ თუ ერთი კვირა რა ბიჭო ყველა აქ ფსავს და აი ჩითა რა ვიცი გაიჩითა რა ამოდი რა მოვსა ზღვაში ამოჩენ თავს გაფიცე ხო საროსკიპო კალიფორნია არასოდეს დაცემულა, მაგრამ ბევრჯერ დაუკვნესია. გოგო, შენ რაღამ გაგაბოს, მე? მე ავიცი, მე-9 კლასის გამოსაშვების საღამო გქონდა, ხო და? ერთმა კლასელმა ბიჭმა გადამკოცნა და ძალიან ახლოს მოვიდა ტუჩდა. ერთი მედიკი აყვავდა სოფელში წამპალიენიანი და მოდო მთელ სოფელს. ყველას. ხოდა? მაინც ბოზის სახელი მქონდა და მე თქვი ფულს მაინც ვიშოვი თქვი. ლუსტრა მინდო და კი ვიყიდე ძვირფასი ლუსტრა. ახლა გენაცვალე სპალნის ყიდვა მინდა. მე რა მომიდება კაციშვილმა ჰარიძის და დავკავდი ამ საქმით და აღარ იმშოულო ფულს. კაი. რა მიდის ჩემი? მითხარი ეს რა მიდის? კაი, შენ კლიენტებთან ხმა არა მეიხო. ეგ ვარდები კრუსუნა. არა. დეიდებო ბიძიებო დეიდებო დამეხმარეთ რა გეხოცები თქვენი ლამაზი ფეხების ჭირიმე თქვენი ტანის ჭირიმე გეხოცები თქვენი ლამაზი თვალტრაკის ჭირიმე სულაც ვარ დამეხმარეთ გეხოცები დამეხმარეთ ძალიან გადი აქედან თუ კაცი ხარ ერთი რა ამოწურულია დღევანდელი ქველმოქმედება ორზე გევეცი უკვე უფასო ათ შემიძლია ani ლამაზი თვალტრაკის ჭირიმე დამეხმარე ძალიან მიჭირს დამეხმარე რაიმე დედა შენი ჭირიმე რომ მიჭირს ხო იმიტომ ვიდგამ წელებზე ფეხს ახალი პოზა გამევიგონე ის რაფერ მოწოს ქალაქელებს იცი დამეხმარე ძალიან გთხოვ გამე შენი ჭირიმე გადი რა არ მაქვს ახლა ნორმები დამეხმარე ძალიან გთხოვ დამეხმარე პასუხი ერთი რა ძალიან მიჭირს დამეხმარე აი გეხმარები მოდი შენა გული გაქვს ამას რო გული აქვს მაგიტად თუ არა ჩვენი ლამაზი თვალტრაკი დამეხმარე ძალიან მადი აგერ ძალიან მიჭირს დიდი მადლობა დიდი მადლობა ბუტერი ხარ ბიჭო სიხარულის გამტირი ვარ დიდი მადლობა შენ რადო შენთან ერთ საათს სექსი 100 ლარი გენაცვალე აი ეს გამომართვი ის
წამოდი აბა ერთი მაჩვენი როგორ იდგავ წელებზე ფეხს. წამოდი აბა ერთი. შემაწყობა რომ წამოდი. წამოდი როგორ აბა რასაკეთებ აბა რა პოზა გამოიგონე მოდი. იმენა კარენოი ვაკელი ვარ. იქანა დევიბადე, იქანა გევიზარდე, იქანა ვჭამე ვაფშე იქ ვისწავლე. სიმონ ცხოვრება ბიჭო. დილით გევიხუზე და ამნაირად ვლაპარაკო ბიჭო. გუშინ სტიუმ ჯეიმსზე 25%-ით მეტი პროდუქცია გაასახა. შესაბამისად, ტრავმატოლოგიურში სტიუს მდგომარეობა 25%-ით უფრო მძიმეა ვიდრე ჯეიმსის. ბევრი ძალიან ძვირფასი ნივთი გაგვიყიდია, მაგრამ დღეს, რასაც გთავაზობთ, აქამდე ამის ფული ტყიდვა შეუძლებელი იყო. დღეს ჩვენ გთავაზობთ სიმართლეს. დიახ, რა თქმა უნდა სიმართლეს და ეს ყველაფერი სულ რაღაც 999 ლარად. დაგვირეკეთ და გაიგეთ ყველაზე დიდი საიდუმლოება. ჩვენ გეტყვით ისეთ რამეს, რასაც ვერც ერთ წიგნში ვერ ამოიკითხავთ. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. მე მინდა ვიყიდო სიმართლე. კი ბატონო, ძალიან კარგი. მომწყინდა სიცრუეში ცხოვრება. მინებათ? და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ გინდათ გაიგოთ სიმართლე? დიახ, მითხარით. ჯეიმს, უთხარით. რა თქმა უნდა, სიუ. და სიმართლე არის ესეთი. თქვენ ხართ თქვენ თუ 500 ლარს დაამატებთ, ჩვენ ბოლომდე გეტყვით სიმართლეს. დიახ, რა თქმა უნდა, აქ არაფერი არ იმალება. და დიდი თავა. სიუ? ბობოლა! რა ბობო? ბობოლა! ხართ! თქვენ ხართ აფერისტები. დააბრუნეთ ახლა. სწრაფად, დააბრუნეთ. ბატონო, ჩვენ ხომ სიმართლე გითხარით? რა მითხარ? 1500 ლარი გადამახტევინე იმედი, რომ მეძახო? მოცა. 1500 ლარი გადავიხადე, რომ მეძახო. რა ვარა. რა შუაში ხართ თქვენ? გაიხარეთ. კარგად ძამდე. გაიხარეთ. არ გახსოვთ აფერისტები, აბა? მეორე პლასტიკური ოპერაცია ნუკრიეკიმმა საკუთარ თავზე გაიკეთა. რადგან პირველი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის მსხვერპლი მას მოსაკლავად დაძდევდა. არც ახლა არ შეგიძლია. არ შემიძლია. აბა რა უნდა ქნა? რა უნდა ვქნა და რასაც 13-დან 20 წლამდე ვაკეთებდი დღეში სამჯერ იმას ვიზა. 25-მდე. რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ რაც არის როგორც არის. თანკაცო ის აქვია კასეტები კი არ გადამიგდია. აბა, შენახული მო ჟურნალებიც სადღაც იქნება ალბათ. ხო. კარგი არ გცხენია ნუკრიეკიმო. ამ ხელა კაცი ხარ, რა დრო შენი ეკეთებია? რას ლაპარაკობ კაცო? რატო? მაიცა. რაცა შენ არიცი ჩემო კარგო, მაგან დრო და ასაკი არის ის. სიყვარული ვთაცა, სიყვარული. ას ლაპარაკობ კაცო. ექიმს დაროვა. ცოტა ხნით. გამარჯობა გენესვალები, დაბზანდით. ისვენი აურა, ფერს უდრო შემევეჭერის. არ არის პრობლემა ჩემო კარგო, არ არის პრობლემა, ჩემი თანაშემწე ერთად მუშაობ ჩვენ, მუშაობ. არა, გეტყობოდათ, იმენა რაღაცა მწევი რო იყავით, იმენა უერთელი გეტყობოდათ. ის ცაცა რა ხუჭო. ისმენ ჩემო კარგო, რა ხდება ახლა? რა ხდება, გეტყვი ახლა ექიმო, კაროჩე. ჰაუ ბოუშია, ვერ გეტყვი ახლა მასთან, ჩემი დაიწყო, გახვიდეს. გაუშვებ ხა ამ ბოუშს გარეთ, ცოტა ხნ დავტოვე რა ჩემო კარგო, რა უხერხული ადამიანება. ძალიან ლაპარაკება. ცაცა. რაც ხაიმ ნაირი ბაზარი გვაქვს ახლა აქანა, გეხვეწები, ჩემი დაიწყო. ცაცა დროზე ჩემო კარგო. მიდი, შენ შემოგერ. ბიჭო, ისმენ ჩემო კარგო, ის რა ხდება? რა ხდება ჩემო კარგო? აუ, ახლა ბევრი ვარ მე ვიტყლავ, წვაგან ახსი. მე ვარ ვაკელი. აი იმენა კარენოი ვაკელი ვარ. იქანა დევიბადე, იქანა გევიზარდე, იქანა ვჭამე ვაფშე იქ ვისწავლე. სიმონ ცხოვრება ბიჭო. დილით გევიხუზე და ამნაირად ვლაპარაკო ბიჭო. რაც ხა მისშველე, რაც ხანაირად არ ვიცი, აურა, ფერ ვლაპარაკო, ჩემი. აურა, ფერ ვლაპარაკო ბიჭო, რაც ხა უნდა მიშველოს. გავიგე, გასაგებია, უფრო სწორად, რა ვიცი მე, ვერაფერი ვერ გავიგე. რა გინდა, ჩემ გარაგინა კაცო მე, ჩემ კარენოი ვაკელი რო ხარ, ჩემ გარაგინა მე. მე რა გიშველო? ჩემი ვალაო თხო არ ხარ, შეჭამანალა. გეულები ვაკელი ვარ თქვა, სიმონ, მე ბიჭო ვაკელი ვარ. ვაკელი ვარ, მიშველე, რაც არა. ვიგე კაცო, რატო მეჩვენ? სნობი ვარ, ბიჭო. რას ლაპარაკ? სნობი, იმენა, სნობი ვარ, ჩემს სნობი ხარ კაცო. არა, ეკი. ასამბო, მეტროშიც არ იქნები შენ ნამყოფი. რა მეტროში, მე მეტროში ეკი. აი მენა მანქანებით მოძრაობ. X5-ები მყავდა და ტროიკები მყავდა, ბიჭო. რას ლაპარაკობ, შენ განას. აურა, ფერ ლაპარაკობ, ბიჭო, ეგ რა. სნობი ხარ რა. აი ერთი წუთი მოიცადე ვერაფერი. რაც ხომ მიშველო ექიმო, რა იმენა რაც ხომ უნდა მიშველო. კარგი ერთი წუთი, კარგი ერთი წუთი, მე შენ ახლა დაგისვავ დიაგნოზს.
მომისმინე ხა შენ. აგენი რა თლა დახოცი. ეგ ყველაფერი არის ნერვიულობის ბრალი ჩემო. იცი რა არის შენ ხა გენეტიკური კომპლექსი გაწუხებს ალბათ. რაფერი კომპლექსი? გენეტიკური კომპლექსი არის ეგეთი დაავადება. ეხლა მომისმინე შენ გამოგიწერმა შენ აბებს. ხო, იქ. წახვა შენ ამ აბებს მიიღებ როგორც საჭიროა, აი ესე. ყველაფერს კარგად და ერთ კვირაში დაბრუნდები და ვნახოთ აბა როგორ იქნება შედეგი რა იქნება. ახ ბიჭო, არა მეთქი საცა, ხო გითხარი რით ვერ გაიგე? არა მეთქი საცა რა. ახ ბიჭო, არა მეთქი საცა, ხო რით ვერ გაიგე? რა გჭირს? არა და არა მორჩა რა. ბიჭო, არა მეთქი საცა, რა კარგი რა ჩემო. ვაიმე ჩემი. არა მეთქი საცა რა. არა მეთქი რით კარგი ერთფეროვნება არ მოგვეზრდა. არ გინდა რამე მრავალფეროვნება. სხვათაშორის საცა, არ მომბეზრებია და რო იცოდე ერთფეროვანი საერთოდ არ არის. ხან მარჯვენა, ხან მარცხენა, ხან ვაბუჟებ ხოლმე. აი ესე დავждები ხოლმე და მე მგონია რომ სხვა არის. რა ვიცი, გააჩნია, აბა რა 1000 რაღაც ვარიანტი. არ შემიძლია საცა, მოდი რა გეხოცები, გადი. ნუ მიზიხარ ესე არ შემიძლია საცა, ხო, ნუ მიზიხარ მეთქი ესე რა, ერთი წუთი რა. გეხოცები. ვაჰ, ბიჭო, ვიდი რა დამტოვე რა, გეხოცები. ვაიმე, ეს გამაგიჟებს მე, გამაგიჟებს რა. აუმარჯოს. კაი გამარჯობა შენი ექიმო. აგიმოჯოშ, კაი. შენ გენაცვალე რა. აი დავიბრუნე ჩემი ლაპარაკი დავიბრუნე. აუ როგორ მიხარებ დაგილაგებ დაზე ტიგინა. ლაპარაკი. აუ ექიმო რა მაგარია. შენ უკვე დავჩემი ძველი სნობობა დავიბრუნე ლაპარაკი. კი თუ სულტად პილი სურათ ლაპარაკობ. ძალიან მეტროში ხო არ ჩასულხარ. რა მინდა მეტროში ექიმო მეც რა მეღადაგები. ხო, დაიხარე. როცა სანჩიკამ მეზობელ ცუცაბებიას წაგებული თავანი ვერ ჩააბარა, სწორედ მაშინ დაკარგა ვაჟიშვილი. და ეგრე მოვიტან ხო, მოვიტან. გაუმორჩოს რა. გაუმორჯოს. გუგა. ამომნელი ხარ რა? ამომნელი. მომისმენ სანჩიკა. ბაცი ხარ? ხო არ გინახავს მაგ ტერიტორიას. სანჩიკა ვარ შეჭი. რა სანჩიკა ხარ ბიჭო, მე кайფები ისმა, არ გისნო და რა შუტკა რატო გამეცენ? სანჩიკა ვარ ბიჭო. რა სანჩიკა ხარ ბიჭო, შენ ნორმალური ხარ ვიღაცა ხარ? გიული დეიდას ვალი ხომ ქონდა რა სერიოზულად ახ. შენ რა ქონა სანჩიკას ქონდა? და პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე რომ ვერ მომაგნოს რა. სანჩიკა ვარ შეჭი. დამემტკიცე აბა სანჩიკა. ამტკიცებენ ბიჭო, რა უნდა დაგიმტკიცო. ამენ სანჩიკას ეგრე გამცემდა პასუხს. არა ძმა, უნდა დაამტკიცო. დამემტკიცე რა. სანჩიკა ხარტო? სანჩიკა ვარ, რა გჭირს გუგა? სანჩიკა ხარ რა? აბა, ვინ იქნების მე? შენ არ გჭირს. პლასტიკური ძმა. რა პლასტიკური? რა პლასტიკური და გიული დეიდა და პლასტიკური გავიკეთე რომ მეპოვე. სად დამემალებოდი ბიჭო, ფული მოიხა დროზე. ორი დღე მაცადე. რა ორი დღე გაცადო ბიჭო, ეგეთი ორი დღე უკვე ორი თვია მეუნები. ფული ორ დღეში. ვაი, ჩეში დაგედა რატო? საქართველო მალე გაფრთხილდება, შეისხავს არწივის ფრთებს. ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება, სიყვარულს მოგვიტანს ბებს. ღმერთი მოფეს სინათლეს, ეს დღე მალე ინათებს, საქართველო გახდეს ფლიანი, შვენი გულების სიხარულით აენთება, ყველა ქართველის ოცნება სრულდება, შვენი გულების სიხარულით აენთება, გვიხაროთ ეს მალე საქართველო გაფრთხილდება. განზე არასდროს გამდგარა, სამშობლოს დასაცავად დამდგარა, ქართველი მებრძოლად დაბადებული, სამშობლოსათვის თავდადებული, თაბარი დროშით გადავიაროთ, ავწიოთ მაღლა ავაპრიალოთ, თაბარი დროშით გადავიაროთ, ავწიოთ მაღლა